4 შაბათს საღამოს. ის, რასაც ვერ წაიკითხავ ენციკლოპედიაში და ვერ იპოვი ტურისტულ გზამკვლევში. დაინახე უცხო სამყარო კატოს სტუმრის თვალით. არ გამოტოვოთ კატოს ინტელექტუალური საღამოები 11:15 წუთზე. საღამოშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობთ წამყვანი კატო და ხმის რეჟისორი დიმიტრი ლომიძე. ჩვენ დღეს ვიმოგზაურებთ თესალონიკში. ეს არის სიდიდით მეორე ქალაქი საბერძნეთისა და სტუმრად გვყავს პოეტი დიანა ანფიმიადი. დიანა, თქვენი ესე მარტივად წარდგენა არ გამოვიდა, ამიტომ რამოდენიმე სიტყვას ვიტყვით თქვენ შესახებ. 2009 წლის ნომინანტი ლაურეატი საბასი სადებიუტო კრებულისათვის შოკოლადი. თქვენ და გიორგი კეკელიძე იყავით იმ წელს ლაურეატები. გარდა ამისა 2010 წელს ასევე იყავით თქვენ წარდგენილი საბაზე კონსპექტური მითოლოგია ლექსების კრებულით და წელსაც ხართ საბაზე წარდგენილი ახლო ხედვის ტრაექტორია ლექსების კრებულისათვის. საღამოშვიდობის პირველი. ესე ჩვენ გისურვებთ წარმატებას ამჯერად ისევ და ისევ. ძალიან დიდი მადლობა. და იმედი გვაქვს, რომ თქვენ სახელს ნახავთ ლაურეატების სიაში. ახლა კი გადავბარგდეთ და გადავინაცვლოთ იქ, საიდან ძალიან თქვენი წინაპრები და ალბათ ეს როცა იგებ, რომ შენი წინაპრები საიდანაც არიან, იმ ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რბილად არის ნათქვამი. ეს ქვეყანა ალბათ ყველაფერი. გეთანხმებით. და ერთი ძალიან კარგი და მხიარული ფილმის არ იყოს, როგორც თამაშობენ იქ, რომ სიტყვა მითხარით, რომელსაც ბერძნული ძირი არ აქვს და როცა იქ ვერ პოულობენ ისინი ამ სიტყვებს. შეიძლება ამ თვისებით ბერძნები ძალიან გვენან ქართველებს. იმიტომ რომ აქაც მე ორ მხრივად ვამტკიცებ ხოლმე ქართული კულტურის მნიშვნელობას და მე ბერძნულის და ხოთშორის საბუთები და სალაპარაკო ორივე მხარეს მაქვს, ასე რომ ორმაგი პატრიოტიზმი. ძალიან მხიარულია ის, როგორ წარმოგედგინეთ თქვენ ბავშვობაში საბერძნეთი და სად იყო თქვენი საბერძნეთი პატარა გოგონა. კონკრეტულად თესალონიკს არ უკავშირდება ჩემი წინაპრების წარმოშობა, იმიტომ რომ მე ვარ პონტოელი ბერძენი. ესენი არიან ყოფილი ბიზანტიის ტერიტორიაზე განსახლებული, შავი ზღვის პირეთში განსაკუთრებით განსახლებული ბერძნები, რომლებიც შემდეგ მიგრაციის მსხვერპლი გახდნენ, კონკრეტულად თურქებმა ასე გამორეკეს. ისინი არ არიან ასე ვთქვათ პირველი ლტოლვილების კაცობრიობის ისტორიაში. და შემდეგ დაიფანტა ეს პონტოელი ბერძნების ნაწილი თელ საბჭოთა კავშირში სხვაგანაც იყო და კონკრეტულად ჩემი წინაპრები დმანის რაიონში ცხოვრობენ. და ასე პაპა უკვე თბილისში იყო და ხან ზაფხულობით ჩავდიოდით, ძალიან ხოთშორის ძალიან უცნაური ლანდშაფტი აქვს დმანის რაიონს, ხოლმე ჩემს სოფელს. ეს არ არის ტყეებით დაბურული ადგილი, ასე ვთქვათ, ეს არის ესეთი მიწა, უფრო მეტად მთიანი სოფელია, სადაც ჩემ ბავშვობის მოგონებები დაკავშირებულია ძალიან ბევრ კამეჩის მაწონთან. კარაკის სადღობელასთან ვიჯექი და ესე მიყვარდა საქანელად, ასე ვთქვათ, ვიყენებ და ეს მეგონა საბერძნეთი მართლა ბავშვობაში ეს მეგონა. მე უკვე რაღაცების კითხვა რომ დავიწყე და მითოლოგია შემიყვარდა ძალიან და გეოგრაფიაში ცოტა მეტი გავიგე ვიდრე ადრე. მივხვდი რომ თლათ ისე არ იყო საქმე. და როგორი იყო ზუსტად მე თქვენი პირველი შთაბეჭდილება, როცა მიხვდით რომ ეს სულ სხვაგან იყო, სხვა დამსახურებები ჰქონდა და მე უკვე თესალონიკშიც გადავინაცვლოთ. სხვათა შორის ან თესალონიკში გაგრძელდა ჩემი ასე ვთქვათ დამოკიდებულება, როცა რა ასაკში მოხდით თქვენ პირველად იქ? პირველ კურსზე ვიყავი. ჩემი ოჯახი, ჩემი და ჩემი ძმა იქ ცხოვრობდნენ, ჩემ და შექმნა, ასე ვთქვათ, ოჯახი და მისი ოჯახის სანახავად ჩავედი პირველ კურსელი ვიყავი. და ის პირველი გაოცება, ასე ვთქვათ, იყო ის, რომ ყველა ამ ქალაქში არ ლაპარაკობს ბერძნულად. ძალიან ბევრი ლაპარაკობს რუსულად, ქართულით, ბევრი შემხედრე და განსაკუთრებით ბევრი ასე ვთქვათ, მესმოდა ის ბერძნული ენის პონტოვური დიალექტი, რომელიც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძველ ბერძნულს უფრო გავს ვიდრე ახალ ბერძნულს და მაგალითად პონტოვურ ენაზე მოსაუბრებს უფრო ადვილად შეუძლიათ, ვთქვათ, იგივე ჰომეროსის პოემების გაგება, ვიდრე ამას ახალ ბერძნულზე მოლაპარაკე შეძლებთ.
ეს იყო ანუ ეს ჩემი დმანიში ასე ვთქვათ გაგრძელდა ამის ხმა მინდა იმიტომ რომ შემდეგ უკვე თქო საქართველოში აი ესეთი რთული პირობების გამო ძალიან ბევრი ბერძენი წავიდა და ძირითადი ნაწილი პონტოელი ბერძნებისა სწორედ მაკედონიის ოლქში დასახლდა რომლის ესე ვთქვათ მთავარი ქალაქი არის თესალონიკი და მართლა იქ საღამოს პირველად რომ გამოვედი ძალიან ცოტა მესმოდა ბერძნული და თქვენი პირველი შთაბეჭდილება პირველი ას თესალონიკის შესახებ შეიძლება გაგახსენდეთ ეს ძალიან ბევრს ყვება ხოლმე როგორც ქალაქზე ასევე იმაზე თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე ვინც იხსენებს ამ ყველაფერს იცით რა ანუ გამომდინარე იქიდან თესალონიკი ძალიან ესეთი სუბიექტური შეგრძნებების ქალაქია ჩემთვის პირველი რაც მახსენდება ეს არის თესალონიკის აეროპორტი სადაც პირველად ხვდები ხოლმე ჩემს ძალიან მონატრებულ ოჯახის წევრებს და ანუ შეიძლება ჩემი ასე ვთქვათ მე იმდენად საინტერესო არ იყოს ჩემი დამოკიდებულება ამ ქალაქთან მაგალითად რომელიმე ტურისტისთვის ვინც აპირებს ნახვა საბერძნეთის სიძველეები იმიტომ რომ თესალონიკი ჩემთვის არ არის ეს ქალაქი ეს არის აი ჩემი პირადი დამოკიდებულების ქალაქი იწყება აეროპორტში მე გრძელდება ერთ-ერთ ბერძნულ ტავერნაში ბერძნული კერძების ასე ვთქვათ დაგემოვნებით და იქ ნუ ბევრი ლაპარაკით იმიტომ რომ მართლა ისეთი როდესაც ოჯახის წევრებს გეოგრაფია ძალიან ყოფს ერთმანეთისგან სალაპარაკო ბევრი გროვდება ხოლმე ეს არის პირველი ასე ვთქვათ პირველი აღქმა და თქვენ ახსენეთ ბერძნული ტავერნა და აქავე ძალიან ძნელია რომ არ ვახსენოთ ის რომ თქვენს ახალ წიგნში პირადი კულინარია წერთ არა რეცეპტების შესახებ არამედ ეს არის მოგონებების გემოების კერძების პირადად თქვენი როგორც ავტორის ასევე თქვენი თაობის და გუშინდელი საქართველოს ისტორია და აქვე არის საქართველოს ასევე საბერძნეთის როგორც ორივე სამშობლოს სიყვარულის შესახებ წერთ და ეს არის გაცნობიერებული თუ გავცნობიერებული წარმოდგენები ამ ორივე მხარის შესახებ. ესე ყოველ შემთხვევაში ესე მითხრა ინტერნეტმა და მიმტკიცებდა რომ თქვენი სიტყვებია. დიახ, ასეა. ზუსტად ამაშიც ისევე როგორც ვთქვათ ქალაქთან ორმაგი დამოკიდებულება შეიძლება კონდეს ადამიანს შეიძლება იყოს ზოგადად რაღაც მონუმენტური რაღაც ტაძრების არქეოლოგიური რაღაცების ქალაქი, მithmetes საბერძნეთის ყველა ქალაქი და ყველა სოფელი ამის საშუალებას იძლევა, იმიტომ რომ ნებისმიერ ესე ბერძენი, ანუ ძალიან ბევრ განსაკუთრებით კუნძულებზე, რომელიმე ბერძენი გლეხი გაათხრის თავის ბოსტანს იმისთვის, რაღაც ათესავს და უცებ აღმოჩნდება, რომ იქ რაღაცა პრეისტორიული სასწაული ტაძრის ნანგრევებია. და ეს ერთი დამოკიდებულება და მეორე არის ზუსტად ის რაღაცა გათხრეზარებად ხო იმიტომ რომ ხო ნუ აიციან რომ ეხლა წინაპრები თავი შეახსენებენ და კულინარიაც ესეთია ხო ეს არ არის ჩემთვის არის პირველ რიგში ზუსტად ადამიანებთან დამოკიდებულების და რაღაცნაირად სიყვარულის გაზიარების მოკლედ უნდა ვაღიარო რომ ზოგადად ყველაფერში ძალიან სუბიექტური ვარ უფრო მეტად ვიდრე ობიექტური და მე უნდა ვაღიარო რომ გულისყურით გითხულობდით თქვენ ბლოგს ყოველთვის სადაც იყო რეცეპტები თუმცა როცა ჩავდიოდი რეცეპტამდე უკვე ვანებებდი თავს ნუ მანამდე იყო იმდენად დამაინტრიგებელი იმდენად გინდა არ გინდა წაგაკითხებ და მახსოვს ალუბლის ჩაი და თეთრი ბლის მურაბაზე გეწერათ ძალიან საინტერესოდ ბოლომდე ჩავიკითხე და ბოლოს რომ მივხვდი რომ ავიღოთ შაქარი და ბალი მივხვდი რომ აქ უნდა შემეჩერებინა კითხვა ეს ბებოსგანაც ვიცოდი და ხო ანუ ეს არის იქ ამ ჩემ წიგნში არის ბევრი უცნობი და ასე ვთქვათ ჩემი რეცეპტები ასე ვთქვათ მაგრამ არის სხვანაირი დანახვა იმ ძალიან ცნობილი რეცეპტების სურნელები გემოების სახებები მოდის როდესაც თქვენს ხო, მე ესე ვფიქრობ, რომ ეს ანუ უფრო მეტად ლიტერატურაა, ვიდრე კულინარი თუ კულინარიული ლიტერატურა. არ ვიცი. და ზუსტად ეს არის ნაცნობი რაღაცების სხვანაირად დანახვა. მე მგონი უფრო მეტად დანახვა, ვიდრე რაღაც უცნობით განცვიფრება ყველა შეუძლია. აი თქვენ ერთ-ერთი ბლოგერი მოლი ბლუმი მოგიხსენებთ როგორც ქართულ ჯულია ჩაილდს. მე მიჩენია ბარბარე ჯორჯაძე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს უფრო ჩვენი და არა, ჯულია ჩაილდი მართლა პროფესიონალი მზარეული იყო, რაღაც მთელი განათლებებით და ამბებით, მე არა ვარ ესეთი პროფესიონალი, უბრალოდ ძალიან მიყვარს
არამედ ასე ჭამა ანუ პროცესი უფრო მეტად ზუსტად ეს რაღაცა გაზიარება სიყვარულის როგორც კერძი თქვენთვის როგორია ბერძნული სამზარეულო, როდესაც ტავერნაში ხვდებით, როგორ ედითონეს ტავერნა რაღაც მე წარმომიდგენია, რომ არის ფილმებში ნანახს გავს ეს ყველაფერი და რამდენად რეალურია. სწორად წარმომიდგენია? ხო, ეს არის ანუ ის კონკრეტული მე რომელიც მიყვარს რაღაც ვაზის პალავერში არის პატარა მაგიდები ლურჯ თეთრ სუფრა გადაფარებული და სკამებით ანუ ყველაფერი ლურჯ ზღვის ფერებშია გადაწყვეტილი. გემსახურება თვითონ ამ ტავერნის პატრონი, რაც ყველაზე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ამ ერთ-ერთ ამ ჩემწიკშიც ვწერდი, რომ სხვადასხვა რაღაცა, როცა დიასახლისი, როდესაც სტუმარი ხარ, გიმასპინძლდება, თავისუფლად გიმასპინძლდება, მაგრამ როდესაც ამაში თქვა ფულს იხდი და ეს უკვე იქ ჩვენთან არის რაღაც იმას პინძლდება ესეთი სხვა. ხო, ეს სხვა დამოკიდებულება და მე ძალიან მინდა რომ ესეთი ტავერნები ჩვენთანაც იყოს. იმიტომ რომ ეს რაღაც ყველაზე მეტად უფრო მეტად საინტერესო, იმიტომ თავის ხელით გაკეთებულ, თავის დაწურის ზეც გაგას ინჯებს, თავის ღვინოს და მithumetes ეს საქართველოს აქვს ამის პოტენციალი. ის რომ გავცეთ სიყვარული და ნუ ამაში მოგებაც მივიღოთ, ცუდი არ არის. კეთილი, ჩვენს ეთერში საინფორმაციო გამოშვების დრო დადგა და ჩვენ შემდგომისებ დავბრუნდებით დიანა ანფიმიაძთან ერთად თესალონიკში. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ თესალონიკი უნდა დავინახოთ პოეტი დიანა ანფიმიაძის თვალით, მით უფრო რომ ეს არის ყოველ შემთხვევაში თუ კი თქვენი წინაპრები მაინც პონტუელი ბერძნები იყვნენ, მაინც თავიდან ხო იქიდან წამოვით. პონტუელი ბერძნებიც ხოთაშორის ეს კულტურაც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბიზანტია არანაკლებ ბიზანტიური პერიოდი ბერძნული კულტურის არანაკლებ მნიშვნელოვანი და მდიდარია. ნუ რომელი პერიოდი არ არის მნიშვნელოვანი და მდიდარი? აი სამწუხაროდ, თუმცა არა, ეხლაც არის იქიდან თქვა თქვენი ქუდიდან გამომდინარე კარაინდრო მარტო ანგელოპულოსი რო გავიხსენოთ და კიდევ რამდენიმე პოეტი და ხო, ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე მუსიკოსი უკვე ანუ ის რომ კულტურა ისვენებს, მე პირადად არ ვეთანხმები. კეთილი, მოდით ჩვენ თესალონიკში ავანჩავანში მეტნაკლებად გავერკვეთ. ეს არის ეს უკვე აღნიშნეთ, რომ საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქია და ჩვენს ერამდე 315 წელს დაარქვა და დაარსა და თავად სახელი თესალონიკი ალექსანდრე მაკედონელის დის პატივსაცემად დაარქვა, რადგან ეს მისმა ქმარმა ააგო. მეორე ვერსია არის, რომ თესალია და ნიკი არის ერთად გაერთიანებული და ეს ნიშნავს თესალიაზე გამარჯვებას. თქვენ რა ცნობები გაქვთ? ეს დაახლოებით ის ცნობები მაქვს, რაც თქვენ გაქვთ საერთოდ ეს ნაწილი საბერძნეთის, რომლის ცენტრიც არის თესალონიკი, დღემდე სუნთქავს ალექსანდრე მაკედონელით და იქვე ახლოს ძალიან ახლოს არის ფილიპი, ეს არის ქალაქი, სადაც არის ალექსანდრე მაკედონელის მამის ფილიპეს ასე ვთქვათ სასახლის ნანგრევები, მართლა ძალიან მასშტაბური და ისეთი საინტერესო, სადაც ასე ვთქვათ ის გაატარა ყრმობა ალექსანდრე მაკედონელმა. თვითონ ქალაქში პირველი რა უნდა დავეთვალიეროთ, როცა უბრალო მოკვდავები ვართ და უბრალო ტურისტები? არის ძალიან ბევრი საინტერესო მუზეუმი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, არქეოლოგიური მუზეუმის და ბიზანტიური კულტურის მუზეუმიც არის. ესეც საინტერესო, მაგრამ განსაკუთრებით ესეთი მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმია, რომელიც ჩემთვის იყო მართლა ძალიან ისეთი დიდი შთაბეჭდილების მომტანი, იმიტომ რომ აქ არის ანუ გებულობ ანტიკური ბერძნული კულტურის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც ესე არ შემოგჩანო, არ შეგიძლია მოისმინო და პირდაპირ და იცი რომ თქვა ორფეოსი იყო მაგალითად და მთელი ეს ანტიკური პოეზია, რასაც დღეს ჩვენ ვკითხულობთ, მუსიკის სახით ინახებოდა, ასე ვთქვათ, სიმღერების სახით. და სწორედ ეს ინსტრუმენტები ანტიკურიდან მოყოლებული უკვე შუა საუკუნეების ბერძნული ინსტრუმენტები ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი და მართლა ესეთი ყველაზე საინტერესო მუზეუმია ჩემთვის თესალონიკში. გარდა ამისა არის ძალიან ბევრი ძველი ტაძარი. მაკედონიისთვის ბრძოლის მუზეუმი თუნდაც ესეც ალბათ ძალიან საინტერესო იქნება. იმიტომ რომ ეს ბერძნები
ძალიან დიდი ხნის ისევე როგორც საქართველოს საბერძნეთის ძირითადად სულიბრძო და დამოუკიდებლობისთვის და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო სხვა ქვეყნის მორჩილების ქვეშ. მას მიუხედავად იმისა, რომ იყოთ რა, როცა ის ნახევარ მსოფლიოს თვითონ ფლობდა. აი თქვენ აპირებდით ხუროთმოძღვრების ძეგლებზე გადასვლას და საუბარს ამ თემაზე და ანუ მანამდე ვიტყვი რომ აქ არის ძალიან ბევრი არაერთი ხუროთმოძღვრული ძეგლი აგრეთვე ქრისტიანული თუ ბიზანტიური პერიოდისა, რომლებიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. დიახ, მაგალითად არის მე მგონი მე საუკუნეების წმინდა სოფიას ტაძარი ძალიან ლამაზი. სალონიკის ნარით როგორ ქვია არკადრი რაღაც სახელობის არის თუ არის ეს თაღი ტრიუმფალური თაღი თაღკამარა ხო გალერეა ხო ანუ კონკრეტულად ეს და ძალიან თვითონ ქალაქი ისე როგორც ყველა ბერძნული ქალაქი ნამდვილად და ყველა კუნძული ყველა ადგილი საბერძნეთში სადაც მოხდებით ფაქტობრივად ღია მუზეუმია და მართლა ისე კიდევ ერთ რაღაცაში გავართ, რომ არც მათ ესე ვთქვათ მოულა ამ ყველაფრის დიდად, რა ვთქვა, არიციან ჩვენი არ იყო. რატო იქნებ იმდენად ბევრი აქვს, თუ თქვენ ძანებდით, რომ ბოსტანი რო გათხარო უკვე შეიძლება ეს უკვე იწევს რაღაცა იმის განცდას, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზია, ყველაფერი ძალიან ბევრია. იცით რა, ხო, და განცვიფრების ადგილი აღარ რჩება. არა, მაინც არის განცვიფრებ, ასე ვთქვათ, ნამდვილად ასე ვთქვათ ის გრძნობა რაც მოდის საბერძნეთში. მართლა ისეთ სასწაულია რომ აი რაღაცა ნახულობ, რომ არტემიდას უძველესი ტაძარი და ასე შემდეგ. ეს გრძნობა არ გაგინელდება, ისე როგორც ჩვენთანაც ძალიან ბევრია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატრონავთ. მაგალითად, ჯავახეთში განსაკუთრებით მიყვარს ჯავახეთი საქართველოს კუთხეებიდან და არის მე-19 საუკუნეების ტაძრები, სადაც ძროხებია დაბმული, სადაც არავინ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, არც ვუვლით და არც არაფერი თითქოს მართლა რაღაცნაირად გათამამებაც არის ხო ეტყობა კულტურული წარსულით, რაც გადუნებს აწმყოში, არ ვიცი, ძალიან გვანან ამითაც ბერძნები ქართველებს. და თვითონ აქ არის ასევე ტრიბუნებიანი თეატრი, რომაული ვილების მოზაიკის იატაკები, ესა რაღაც აუცილებელი და მასია ხო? და უძველესი ტაძრის ტერიტორიაზე არის რომაული როტონდა, რომელიც მე-4 საუკუნეში წმინდა გიორგის ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა და ქალაქის მფარველის წმინდა დიმიტრის ბაზილიკა, რომელიც 1959 წელს ხელმეორედ აშენდა. გამოგრჩა კიდე რამე რაც ანახავია და ეს ინტერნეტი რასეც დუმს ხოლმე და ამ დროს აუცილებლად ანახავი რა სწორედ ის არის. აუცილებლად უნდა ვთქვათ სალონიკის ულამაზესი სანაპირო არისტოტელეს მოედანი სანაპირო მთლიანად ძალიან ლამაზია სალონიკის თეატრი ხოდაშორის სალონიკის თეატრი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტრადიციული თეატრია და მნიშვნელოვანი საბერძნეთის კულტურისათვის. არ ვიცი, ისედაც მე მგონია, რომ ნებისმიერ ქალაქში ყველამ უნდა აღმოჩინოს თვითონ რაღაცეები და ასე ვთქვათ, მაქსიმალური ინფორმაცია არ არსებობს არც ერთი ქალაქის შესახებ. იმიტომ რომ ობიექტური ინფორმაციის იქით არის ძალიან ბევრი რაღაცა სუბიექტური, რაც თვითონ უნდა იპოვოს ყველამ. კეთილი, ჩვენ ენის შესახებ ვისაუბრეთ, რომ ანუ თუ კი იცი პონტური ბერძნული უფრო კარგია, იმიტომ რომ გაცილებით უკეთ ძველ ბერძნულს ყოველ შემთხვევაში უახლოვდება გაცილებით და გარდა ამისა თვითონ ტურისტების სიმრავლეს არ უჩივის ეს ქალაქი და აქვს ძალიან საინტერესო სამზარეულო ბერძნული ლოკოკინები და თევზის კერძების დასაგემოვნებლად ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის აქ და ბერძნები როგორც ირწმუნებიან სხვა მრავალ მიღწევას მსოფლიოში კულინარიასაც მათ დაუდეს სათავე. აი ამაში ძალიან მოვიკოჭლებ კულინარიაში და ეს ყოველფერი ზუსტად რომ როდესაც თქვა სხვაგან რაღაც უმხორც ჭამდნენ თქვა საბერძნეთში ძველ ათენში რაღაც ძველ ქალაქებში ღვეზელებს აცხობდნენ მაგალითად და სხვადასხვა ტიპის რაღაცებს და ფაქტობრივად იყო კიდევაც ეს იმიტომ რომ ძველი ბერძნული ლიტერატურა ძალიან ეს დიდ ინფორმაციას გვაწვდის ბერძნული კულინარიის შესახებ
ბერძნები ამბობენ, რომ ერთ-ერთი რის გამოც ტურისტები ჩამოდიან საბერძნეთში, ეს არის ბერძნული კულინარია, თუმცა მე მგონია, რომ მაინც სხვა რაღაცების გამო ჩამოდიან, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან გემრიელი და საინტერესო და რაც ვთქვი, ძალიან ჯანსაღი კულინარია, მიუხედავად იმისა, რომ ისე როგორც ქართული საშინლად კალორიულია. ნუ რაც გემრიელია, როგორც წესი კალორიულია. და ბერძნებს არ უყვართ მაინც და მაინც ხორცი. ისინი ბოსტნეულს უფრო ანიჭებენ უპირატესობას. იცით, ვერ დაგეთანხმებით, თევზი ალბათ უფრო ხშირად გამოიყენება, თუმცა ხორცი მაინც ძალიან უყვართ. ბერძნული ყვადი, ასე ვთქვათ, ვლაკი და კიდევ ბევრი ძალიან მრავალი ტიპის ვთქვათ, ხორცის კერძები. სტიფადო მაგალითად, რომელიც კურდღლის ჩაშუშული, ასე ვთქვათ, ესე რა ვთქვა. და ბევრი კერძია მოკლედ. ეს ის კურდღელი, კურდღელმა რო თქვი ჩირკში ვზივარ, ვერ ვინმევა ჩემზე და ქართული. შეიძლება ის კურდღელია, რომლის შესახებაც ერთადერთი ლექსი იცის ჩემო შვილმა, რომ არ დაიბნა ბაჭია ორი ყურია. საბერძნეთში ახლოს ნებისმიერ კერძს ღვინო. იახ, ღვინო და ღვინო ყველი, ზეითუნის ზეთი. ეს სამი კომპონენტი არის აუცილებლად. არა მხოლოდ, მაგრამ ეს აი ისე როგორც ძალიან ბევრი სახეობა აქვს, ძალიან გემრიელი ყველის, ღვინოც. ღვინის ბევრი სახეობაც და ზეითუნის ზეთი ხო საერთოდ. ერთ-ერთი ის არის საბერძნეთის განძია. და როგორც თვითონ ბერძნები ამბობენ, რომ ყველა დედამიწის ყველა ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, დამზადებულ და მოყვანილ ზეთის ხილის ზეთს ჯობია ბერძნული. ეს არ არის ალბათ გასაკვირი და ამაზე დავა ალბათ არც ღირს. ხო, ნუ არ მიფიქრია ისე მე დავა თუ არა ამაზე. და ყველაზე პოპულარული სასმელი მე მინდა და მეკითხა თქვენთვის რომელი არის ჩაი თუ ყავა, მაგრამ ინტერნეტი გადაჭრელებული იყო ინფორმაციით, რომ ეს არის ყავა ქალაქი კი არა, ყავა ქვეყანა, სადაც ყველაზე პოპულარული არის ყავა. ცივი ყავა. ბერძნულად მომზადებული და ეს ერთი და მეორე კონკრეტულად სხვა ბერძნული ყავა, სხვანაირად დამუშავებული ყავის მართვალია, ცოტა სპეციფიკური გემოთი, რომელიც ყველას არ უყვარს. მაგალითად, აქაუჩემ მეგობრებს ყოველთვის ესეთი სულ რამდენიმეა, ვისაც უყვარს ეს ბერძნული ყავა. კი მე გამისინჯავს და არის ძალიან დამახასიათებელი გემოები, ჩემს მეგობარს ოჯახის წევრები რომ გზავნიან, არის იქ ძალიან სასაცილო, რომ ზეთის ხილის გემოთი გინდათ თუ რისი გემოთი, მე ყველას სინჯავ, იმიტომ რომ მაინტერესებს უბრალოდ და ზეთის ხილის გემოთი მართლა ძალიან საინტერესო იყო. თუმცა ზოგი ძალიან ტკბილი იყო, რაღაც სხვადასხვა გემოებით და მინარევებით იყო ეს. ანუ ეს ახასიათებს ხო ბერძნულ ყავას მინარევები განსაკუთრებული. არ იცით, ალბათ ის მთავარი აქცენტური გემო არის ბერძნული ყავის, რაც არის მინარევები, ალბათ უფრო მეორეული ეფექტია, მე ესე მგონია. და გარდა ამისა, ძალიან პოპულარული სასმელია, ოღონდ უკვე ალკოჰოლურ სასმელებში, უზო, რომელიც ანისულის არაყია, რომელსაც ესე ის რა ქვია, ვალერიანის წვეთებს ეძახის ჩემი ქმარი და ვერ იტანს. რატო ეს დაბალ ალკოჰოლურია თუ გემო კუცნარი? აი, ძალიან ისუნი აქვს და გემო, რომ მე სხვა შერს მიყვარს. და განსაკუთრებით საინტერესო და ლამაზი კონსისტენცია აქვს, ისეთი რაღაცნაირად. თვარის პეკალის სავით არის რაღაცნაირად გამჭვირვალებული ფერია. ასე საბერძნეთში ხელოვნების ნიმუში არ აყიც თქვენ კიდეს თქვა. არ ვიცი, ალბათ აქაც აღქმას და სუბიექტივიზმს გააჩნია. არა, ერთი ქართული ფილმიდან გამახსენდა პარალელი, რომ ამ ოჯახში სუფრაც კი ხელოვნების ნიმუშია. თვითონ ბერძნები, აი თესალონიკელები გნებავთ, თვითონ ბერძნები თქვენ არა მხოლოდ ამ ქალაქში ყოფილხართ, როგორი ხალხია, როგორია მათი დამოკიდებულება სტუმრების მიმართ, ერთმანეთის მიმართ? იცით, მე შემიძლია ვთქვა, რომ თვითონ ადგილობრივ ბერძნებთან უფრო ნაკლები კონტაქტი მაქვს, ვიდრე სწორედ ამ პონტელ ბერძნებთან. მე იქ მართლა მეკონა რომ მხოლოდ ჩემი ოჯახი იყო და ნუ ბიძაშვილები მყავდნენ და ეს იყო ისიც სამი. იქ რა აღმოჩნდა ყველა ჩემი ნათესავია, ვინც კი არის. და ეს ფილმი მართლა ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი. აი ეს პირველი რასაც აკეთებ, რომ ჩამოიაროს მთელი, თუნდა გაიგოროს შენი იმის, მაგრამ შენი ნათესავია მოკლედ.
ხო და აქედან გამომდინარე მე შეიძლება ვთქვა რომ ამ ადგილობრივ ბერძნებთან ისეთი კონტაქტები არ მაქვს არასდროს, როდესაც საბერძნეთში ჩავდივარ. იმიტომ ეს იმდენ ბევრი ნათესავი მყავს, რომ ამათ იქით ასე ვთქვა, ხარ ახერხები. გახედოს. თუმცა მაინც გონია რომ რაღაცა სამხრეთული ტემპერამენტი და კიდევ რაღაცის ძალიან ბევრი მსგავსებები, რასაც ესე ზედაპირულად თვალი ხედავს, გონია რომ ეს არის ის ხალხი, რომელთან ერთადაც არასდროს არ მოიწყენ. ხო, მეც რატოღაც ეთით ესე წარმომიდგენია სწორედ როგორც ამ ფილმშია და გარდა ამისა ცოტა უტრირებულიც არის, ანუ ვთქვათ, თუმცა ფაქტი არის ის, რომ არსად ფილოსოფიაში იმდენ ხანს არის ვენებენ როგორც საბერძნეთში. ალბათ ამის შედეგია ეს ძალიან სამწუხარო კრიზისი, რომელიც ახლა არის საბერძნეთში. და თვითონ ძალიან კარგი იქნება, როგორც ინტერნეტი გვაუწყებს, რომ ერთი-ორი ბერძნული ფრაზის სწავლა და თესალონიკში თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ ამის შედეგად. ხო, არ არის აუცილებელი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბერძნული ფრაზები ისწავლოთ, იმიტომ რომ გატეხილი რუსულით, რომელიც პონტოურთან ერთად ამ პონტოელი ბერძნების სასაუბრო ენა, ანუ ძალიან დამახასიათებელი და ძალიან სპეციფიური, იმიტომ რომ ანუ მართლა ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით აი, მაგალითად ეს პონტოური ქორწილი, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ყაზახი რუსულად და ბერძნულად მოსაუბრე, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსეთის ზღვისპირეთშიც თიდანაც ძალიან ბევრი დაბრუნდა, პლუს ეს ქართველი ბერძნები, ყველა ერთად არის, აქ იქნება რაღაც სასწაული საბჭოური ფოლკლორი, სადაც არის არ ვიცი, ყველანაირი სიმღერები ერთად და ამაზე ყველა ერთად ცეკვავს, რაღაცა მართლა ისეთი ავთენტური სასწაული კომპოტია შეიძლება ითქვას. სწორედ ან საბერძნეთის ის ნაწილი, რომელთანაც ასე ვთქვათ, მე მაქვს შეხება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ესენი არიან ჩემი ბერძნები, პონტოელი ბერძნები. რაც ალბათ ძალიან საინტერესოა ესეთი მრავალფეროვანი და მით უმეტეს ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ, როგორ შეეგვენ, თქვენები რამდენად შეეგვენ? ძალიან სხვათა ძალიან ტრაგიკული ხალხია ესენი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ თავისი მიწიდან გამოყრილები არიან და დღემდე მაგალითად ყველა ბერძნულ სპექტაკლში, აი ბავშვები ხა ჩვენთან ხო თქვა დიდგორის ომს დგამენ სკოლაში, არ მახსოვს, მაგრამ იქ კონსტანტინოპოლის დაცემას ძალიან ხშირად თამაშობენ ბავშვები და დღემდე ტირიან. ბერძნები განსაკუთრებით ეს პონტოელი ბერძნები და ესე ხო მოედნენ ამ ძელს და იქიდანაც ვთქვათ რაღაც ესეთი კრიზისის და შიმშილის გამო უკან დაბრუნდნენ საბერძნეთში, საიდანაც ეხლა ისევ გასაქცევს ეძებენ. და რაღაცნაირად მართლა და საერთოდ როდესაც ერთხელ მოწყდება ადამიანი თავის ფესვებს კონკრეტულად მე ალბათ სულ დადის რაღაცნაირად და მართლა ისე ძალიან მეწოდება. თუმცა ქართულ ბერძნებს კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება აქვთ, რომ ეს მანისის ყველგან ესე წალკაში, ყველგან ეს სახლები რაც მინახავს, ეს არის რაღაც ალიზით აშენებული ძალიან დაბალჭერიანი, ბანიანი სახლები, ძალიან გაჭირვებით ცხოვრობდნენ ესენი, მიუხედავად ძალიან მუშა ხალხია. ავიდან საბერძნეთში და იქ საბერძნეთის ზღვისპირეთში აქვთ თეთრი სახლები, დღემდე მაინც ამბობენ, რომ აი ის ჩვენთან და ჩემ სოფელში ეს მართლა ის იყო, სხვა შორის ბავშვების მერე იქ აღარ ჩავსულა რა ჩემ სოფელში და იმათი მონაყოლით ვიფიქრე, რომ ეთყობა რაღაცა არასწორად მახსოვს, იმიტომ რომ მართლა მახსოვს ესეთი მტვრიანი ორღობები, ბევრი მცენარეები არა, ძალიან ბევრი საქონელი და ნაცრისფერი ესეთი ფერები ამ სოფლებში და იმათი მონაყოლიდან რაღაც ასწავლო ადგილებში ასე ვთქვათ ხდება ადამიანი და მე გადავამოწ მე მართლა ამას წინათ ვიყავი უფრო დიდობაში ჩასული და დამხვდა ისევ ესეთი დანგრეული სახლები და მიტოვებული სოფლები. ან თქვენ უყვართ მაგის თქვა მინდოდა ხა ცოტა გრძელი ჭანდება ვთქვი, მაგრამ დღემდე უყვართ ძალიან. იმიტომ ეს რაღაც სამშობლოს განცდა სჭირდება ამ ხალხს. თქვენ ბავშვობაში პატარა გოგონა რომ იყავით არ ცოდით ბერძნული?
არა, არ ვიცოდი, ბერძნული ვისწავლე ბოლო ხანებში. ზუსტად იმ დროს, როცა მივხვდი, რომ თუ არ ვისწავლიდი, ჩემ დიშვილებს, ჩემ ძმისშვილებს, უბრალოდ ვერაფერს ვერ გავაგებინებდი. ასე ვთქვათ, ეს კონკრეტულად საკონტაქტო ბერძნულით დაიწყო ჩემი. იმიტომ რომ ისენა, რაც მათ იცოდნენ და სხვათა შორის მე სმოდა, მაგრამ არ ვიცი, რასაც ძალიან ნანობ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ეს პონტოვური დიალექტი, ენობრივი თვალსაზრისით. არის აბსოლუტურად სხვა. თუმცა თქვენ გინდა თქვათ, რომ თქვენთან შინ ისმოდა, ხო? ბებომ ალბათ ამ ბაბუმ იცოდნენ. ბებომ იცოდა, მამამ იცოდა, თუმცა ესეთი ქართული მიმართულება, ქართული განათლება ჰქონდა. მამასაც მეც დედა ქართველია და ასე ვთქვათ, ქალი რა გადაიყოლებს ხოლმე. გეტილი, ჩვენ რადიო იმედის ეთერი მუსიკას უნდა დავუთმოთ, შემდგომ საინფორმაციო გამოშვება და ამინდის პროგნოზი გელით და ამის შემდგომ ჩვენ დავბრუნდებით ისევ თესალონიკში, რომ პოეტურად ვიმოგზაუროთ დიანა ანფიმიათთან ერთად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია პოეტი დიანა ანფიმიათი და ჩვენ მასთან ერთად მოგზაურობთ თესალონიკში და ამჯერად უკვე ლიტერატურული დაბრუნება მოვაწყოთ ამ ქალაქში. მით უფრო რომ თქვენი წიგნი, რომელსაც მეორე გზის იყავით თქვენ ნომინირებული საბაზე, კონსპექტური მითოლოგია, სწორედ რომ აი ამ ქალაქის და ამ ქვეყნის გავლენით არის დაწერილი. ალბათ ქვეყნის ბერძნული კულტურის ეს იყო რაღაცნაირად და ყველა ბერძნული მითოლოგიის ყველა პერსონაჟი რაღაცნაირად ჩემი პირადი გამოცდილების, ჩემი პირადი გრძნობების, პირადი ამბების საშუალებით, ასე ვთქვათ, გამეხსნა. აქედან გამომდინარე, ხო, შეიძლება ითქვას, რომ მართლა რაღაც საბერძნეთთან დაბრუნება, ასე ვთქვათ. ვთქვათ, რა თქმა უნდა, ის ოქროსაწმისი ვერ იქნება. რო ბერძნებმა აქედან წაიღეს, მაგრამ ცოტა მაინც. იმედი მაქვს რა რაღაცა. თქვენ გაქვთ დაწერილი არაჩვეულებრივი და სულ სხვაგვარი გზამკვლევი ქუჩაში მოსიარულეთათვის. არ გობორებდა, როცა ქუჩა წინ გადაგასწრებს, არ ღირს არც ბაყაყების კოცნა, არ ღირს ყველა ბაყაყი, მარად მწვანეა. ხო, ესეთი ცოტა გაბრაზებული ლექსი იყო, იმიტომ რომ კონკრეტულად ძალიან ძველი ლექსია და ზუსტად მაგ პერიოდში ესეთ მარადმწვანე ბაყაყებს ძალიან გაბრაზებული ხარი და აი თესალონიკში მოგზაურობას და მგზავრებისათვის წესებს რაც შეეხება, როგორია, ანუ რა ტრანსპორტით აჯებებს აქ ისარგებლო და ფეხით გადაადგილება რამდენად მოხერხებულია ეს პატარა ქალაქია, სადაც ცენტრიდან ყველა წერტილამდე მარტივად მოხვდები თუ არა? არ არის ძალიან დიდი ქალაქი, ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი ქალაქის, რომლის სადაც სიარული ღირს არ არის დიდი. ეხლა ზუსტად ვფიქრობ, ანუ ან ტრამვაი, ან ტროლეიბუსი. რითიც ანუ რომელი აღარ მე მგონი ახლა რელსები არ მახსოვს, მგონი ტროლეიბუსია. ხო, თან ყველაზე ისეთი, სადაც მე ძალიან მიყვარს ერთი ტრამვაის და ტროლეიბუსის და ანგული მწყდება, რომ ჩვენ ქალაქში არც ერთი აღარ არის. იმიტომ რომ ესეთი რაღაცნაირი ევროპული ტრანსპორტია. ხო, გარდა ამისა ბერძენი ტაქსისტები, რომლებიც ზუსტად ისე წუწუნებენ, რომ ესე იგი რაღაცა ორი დიპლომი აქვთ და ასე შემდეგ. და ეს გზა როდის უნდა დააგონ? ეს გზა როდის უნდა დააგონ, ხო. და რომელსაც ზუსტად ისე უნდა თხოვე, რომ შეიძლება მაგ მუსიკას ჩაუწიეთ. აი თქვენ მუსიკა ახსენეთ და თვითონ თესალონიკი რა მუსიკასთან ასოცირდება თქვენთვის? არა ის რას უსმენენ, უბრალოდ თქვენთვის რომელი მუსიკა? ხო, ჩემთვის არის ბერძნული ფოლკლორი, განსაკუთრებით ეს ბუზუკი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია, სიმებიანი. და ეს სპეციფიკური განსაკუთრებით ამ ბუზუკის რიტმზე ძალიან კარგად ცეკვავენ ბერძნები, ბერძნულ ქორწილებში. და ესეთი რაღაცა, ისე მე მგონი რაღაცა სტერეოტიპის გავლენის ქვეშ ვარ, იმ ფილმთან ხარ. მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვის საბერძნეთზე რაღაც ესეთი ჰანგები უფრო მახსენდება ენტონი ქუინის პერსონაჟი ზორბადან. რაღაცა ეგ მუსიკა
თეოდორაკისის მუსიკაც არის. სხვათა შორის ნაკლებად კარაინდრო, იმიტომ რომ ცოტა უფრო სხვა საბერძნეთია კარაინდრო ჩემთვის. ცოტა სხვაგან გადავყავართ. და სხვა აი ჩვენ დღეს ესწავლები ვახსენეთ და მარტო ქორწილებით, ნუ შემოვიფარგლებით, მაშინ ეს სხვა რაიმე განსაკუთრებული დღეს ესწავლით თვითონ თესალონიკში თუ არის ან ზოგადად ბერძნები როგორ აღნიშნავენ იგივე შობას ან ახალ წელს. ბერძნები რელიგიურ დღესასწაულებს განსაკუთრებით აღნიშნავენ, იმიტომ რომ ისეთი ასე ვთქვათ აი როგორი მუსიკა თქვენი ტელეფონის ზარიც კი რაღაცა საბერძნეთულად მუსიკალურია. ხო, რაც საერთოდ რომ ის ვინც რეკას ვერ ხვდება. ეს ალბათ რატომ? ხო, რაღაც დამავიწყე. ჩვენ დღეს ესწავლების შესახებ ვაპირებთ. ხო, იმის თქვა მინდა რომ ეს ძალიან მკვეთრად მართლმადიდებლური ქვეყანა. იქაც ეს ასე ვთქვათ ძალიან გავლენიანია ეკლესია ჩვენთან. და რელიგიურ დღესასწაულებს განსაკუთრებული პომპეზურობით აღნიშნავენ და განსაკუთრებით კულინარიული მე უფრო მეტად ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ ქალაქში მაინტერესებს პირველი არის რა თქმა უნდა ეს რაც არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები და მუზეუმები და მეორე აუცილებლად არის კულინარი და თქვათ რაღაცა განსაკუთრებული საღდგომო პურის სახეობა დადდება მაგალითად ისევე როგორც საშობაო გარეთ ესეთი როგორ თქვა აღლუმი არ ქვია ამას ხო რაღაც მსვლელობები ეწყობა ყოველთვის რელიგიური და რელიგიურ დღესასწაულებზე ესეთი კარგია და საინტერესოა საბერძნეთში ყოფნა. ამისობაში ჩვენი გადაცემა დასრულდა. ორი ქვეყნის საზღვარი თქვენი რეზინობანა თქვენივე სიტყვებით რომ თქვათ მეტნაკლებად გავარკვიეთ და მოვისმინეთ ეს ამბები. შეგახსენებთ რომ გადაცემის სტუმარი იყო პოეტი დიანა ანფიმიადი. ჩვენ მოგზაურობდით მასთან ერთად თესალონიკში. მადლობას გიხდით სტუმრად მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ ჩვენს მსმენელს ყურადღებისთვის. გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.